იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ბიჭი. ეს ბიჭი მამიკოს ღვინის გადაღებაში ეხმარებოდა და 20 ლიტრიან ბოცას რეცხავდა. მაშინ, როდესაც ეს ბოცა კედლის კუთხეს მოხვდა, ბოცა გატყდა და ღვინის ნამსხვრევ მამბის ხელი გადაუჭრა. მაგრამ როგორ მოიქცეს? ის ხომ ორ თვეში კლდეზე ცოცვის შეჯიბრზეა წასასვლელი. წაიყვანეს ბიჭი საოპერაციოდ, გაუკერეს ზის ხვდარღვებიც, გაუკერეს გაწყვეტილი მყესებიც და ეს ბიჭი მთელი 3 კვირა იტანჯებოდა თაბაშირში ჩასმული ხელით მამიკოს რომ ვეღარ ეხმარებოდა. ამ ტანჯვით სავსე 3 კვირის შემდეგ ეს ბიჭი სოფო რეაბილიტოლოგთან მოიყვანეს, რომელმაც თავისი ჯადოსნური ინსტრუმენტები გადმოალაგა, თავისი ჯადოსნური ჯოხები გადმოიღო, მოიმარჯვა თავისი დიდ ძალით ცოდნა და გამოცდილება, ბევრი იწვალა თუ ცოტა იწვალა, ბიჭი ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა. ახლა კი ეს ბიჭი ისევ მამიკოს ეხმარება ბევრი საქმეების მალე შესრულებაში. კლდეზე ცოცვის შეჯიბრზეც გაიმარჯვა და ახლა ჭიდაობის შესწავლაზეც დაფიქრდა. ჭირი იქა, ხინი აქა. მსმენელსა და გამგონებელსა ჯანიებადოს ზევსისო.